პეტრე ვარ. მიყვარს ჭამა და სიცილი. ეს ჩემი პრინცესა დაიკო. ელენე. 13 წლისაა და ძალიან ჭკვიანია. ეს ჩემი ძმაა ლუკა. ლუკა ძალიან დიდია. მალე სტუდენტი გახდება. ეს ჩემი დედიკოა ანა. ხო ვიცი, მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს. ეს ჩემი მამიკოა დავით იმედაშვილი. ამიტომ ჩვენ ყველანი იმედაშვილები ვართ. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახლს. იმედაშვილებმა სახლის მშენებლობა 9 მარტს დაიწყეს. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ნელ-ნელა, ვიცით, რომ ძალიან დავიტანჯებით ეს უახლოესი რამოდენიმე თვე. თუმცა ვთვლი, რომ ამას დადებითი და ესეთი მომხიბვლელი მხარეებიც აქვს. დათომ პირობა დადო. არ დავზოგავი იქ, სადაც დაზოგვა არ შეიძლება. მაგრამ დათო და ანნა ხარჯებთან დაკავშირებით ხშირად კამათობენ. 500 евро გინდა შენახლა აქ ესე. ძალიან გჭირდება დიდი აუზი. გავაკეთოთ მეტი, მაგრამ დავხარჯოთ ოპტიმალური. იქაც არ დაიწყო რაღაცა დაზოგვაზე ორიენტაცია. მე ძვირია რა ზა. ჯერჯერობით ანა იმარჯვებს. ორივე სლაიდი იყოს. მადლობა. შეხარ ანა მართა. უბრალოდ ფილას უნდა მანგრევინებ და ფილას არ დაგანგრევნებ, 3 საფეხური მოუწევს, მოკლე უფრო. კი ბატონო. მათ მშენებლობის ვადა შეზღუდული აქვს. ეხლა ჩვენ რომელ სახლშიც ვიმყოფებით, ეს სახლი უკვე გავხილდე. მაქვს რაღაც დრო მოცემული, 10 დაიწყო. 10 დაიწყო და ამ დროში მე ის სახლი უნდა ავაშენო. დღეს დაიწყო ძალიან სერიოზული საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც გახლავთ პოლიეთილენისა და პირაპირის შედუღების მიმართულებით და გადაემზადება 30-ზე მეტი ადამიანი, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები. ინოვაცია განხორციელდა კიდევ, რომ ეს არ არის მარტო ტრენინგი, ეს გახლავთ დისტანციური სწავლება ონლაინ რეჟიმში, რაც განხორციელდა სტამბულიდან თბილისში. ვფიქრობ, რომ ესეც ახალი მიდგომა გახლავთ, რომელიც უნდა დაენერგოს პროფესიული განათლების განვითარებაში. საზოგადოებრივი კოლეჯსა და კომპანია ევრომასთან შორის მუშაობა მიმდინარეობს ბოლო 1 წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი, როდესაც კომპანია და კოლეჯი ერთობლივად მუშაობდნენ გარკვეული სხვადასხვა პროგრამებისა და სილაბუსების განვითარებაზე. ჩვენ გვინდოდა საქართველოს შემოგვეტანა თანამედროვე ტექნოლოგიები. ვფიქრობ, კომპანია ევრომასტერმა სხვა კომპანიებთან ერთად მოახერხა ცივილური მიდგომა, იმიტომ რომ თუ პროფესიული განათლების განვითარება გსურს, ეს ვერ მოხდება ბუნებრივია კერძო კომპანიებისა და კერძო ბიზნესის ჩართულობის გარეშე. სპექტრი ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა ძალიან სერიოზული ინვესტიციები სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მიერ, როგორც არის გერმანული კომპანიები კნაუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, კაპაროლი და ასე შემდგომ. მათ განახორციელეს ძალიან სერიოზული ინვესტირება და მათ შორის შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია ევრომასტერმა განახორციელა უპრეცედენტო ინვესტიცია, ეს გახლავთ მილიონი ევროს ღირებულების საწარმოო ლაბორატორიისა და თეორიული ლაბორატორიის აღჭურვა კოლეჯ სპექტრის ბაზაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ესევე სტუდენტების გაზრდისთვის და ჩვენ ბაზარს ვაწოდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის თავარია ჩვენი ხელოსნები, ჩვენი ბიჭები იყვნენ ერუდირებულები, განათლებულები პრაქტიკის მიმართულებით და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები, არამედ თქვენ, რომელიც სხვადასხვა წარმატებული კომპანიის წევრები ბრძანდებით. და ეს არ არის ერთჯერადი, ასე რომ ვთქვათ, სწავლება, რამოდენიმე თქვენგანი კიდევაც ბრძანდებოდა წინა შედუღების ტრენინგებზე. რაც შეეხება დღევანდელ ტრენინგს, იქნება თეორიული კურსი, რომელიც დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გასტანს. წაუძღვებიან თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ტურანბორფიტის წარმომადგენლები, მთავარი სპეციალისტები. დღეს შევისწავლით პირა შედუღების მეთოდიკის მიმართულებას, რა თქმა უნდა, პლასმასის მიმართულებით, ხვალ გვექნება უკვე პრაქტიკული სწავლება, ასე რომ გისურვებთ ყველას წარმატებას, იმედი მაქვს, კიდევ უფრო ავიმაღლებთ იმ ცოდნას, რომელიც დღესდღეობით გაგვაჩნდა.
როდესაც ევრომასტერებმა ტიხრების ამოშენება დაიწყეს და ოთახების ფორმები გამოიკვეთა, ანნამ საბოლოო ცვლილებები შეიტანა შიდა დაგეგმარებაში. უკვე ვებერთელა. აუზი ნახე. წელს მოვასწრებთ ამ აუზში გაცურვა გამოცურვას ნეტა. უნდა მოვასწროთ. წამოეს შენი გადაკეთებული ტიხრები ვნახოთ. გადაკეთებული ტიხრებიც ვნახოთ თავისთავად და ის ზედა სართულზე ის გადავწყვეტოთ ფრანგული აივანი. ზემოთ ავიდეთ. ეს იქნება ჩვენი საკიდი თუ როგორ ქვია მაგას გარდერობსაც ვაიმე ვერ და არ ქონდა წვეთავს იქ. არ გავაუქმეთ ის სათავსო მარცხენა მხარეს. კაია, ეს გაიზარდა. ეხა აქ შევძლებთ რომ ის შე რო თავიდან გინდა აგეცილებინა. რბილი ავეჯი შეგვიძლია დავდგათ აქ, გადასარევი. და ეს სათავსო რა გინდა ძალიან დიდი გამოვიდა. ხო, სათავსოც კარგი დიდი გამოვიდა. გააკეთებ მურაბებს, კონსერვებს, რაღაცებს. არა, მე მგონი ამ ხელ არც გჭირდებოდა იცი. ჩაალაგე. არა, რაღაცა სათავსოს უგჭირდება, ხან რაღაც ის რა ვიცი, მილიონი რაღაცა გროვდება, რაც გინდა რომ სათავსოში მოვა. აბა ფანჯერის სიმაღლის გაზდა რო გინდოდა რა, პატარა, ნახე რა მხელა პანორამა. ხო, არა, პატარა არ არის. ნამდვილად არა. მაგარია ძალიან. უბრალოდ იცი რა. ეხლა მეჩვენება თუ ესე. ანუ აი ის ზომა და ის ზომა განსხვავდება ერთმანეთისგან კედლის ნეტა? არ ვიცი, ეგ უნდა შევამოწოთ, არ უნდა განსხვავდებოდეს. და თან თითქოს რაღაც უფრო განიერი უნდა ყოფილიყო, არა? ანუ როგორც ნახაზი, აქ ნახაზი არის. ჩვენ ხა იქ გადაწყვეტეთ რომ მეტრი 10 არის, იქით დატოვილი, მეტრი 10 აქეთ დატოვილი. ჩვენ ხა იქ რაღაცა გადაწყვეტეთ რომ დიდი იმას დავდგავდით. ყველაზე დიდი მასივარი არის 90-იანი და 20 სანტიმეტრზე მეტია დატოვილი. ყველაზე 10-იანი, ყველაზე დიდი როგორ არის 90-იანი? მე ნუ ეგეთია ახლა. ორკარიანი? ორკარიანი. მეტა ხო არის დიდი ორკარიანები. აი ეს დიდი ორკარიანი არის 90. კაი, მით რა გადავზომოთ მოდი მაინც, იმიტომ რომ თვალით მეჩვენება რომ იქით უფრო ვიწროა. არა, ეგრე ვზომავთ. ის სადექცევა იქ კუთხე. ეს გიფსში მოყვება რა. ხო და იქნებ უნდა დავიწყო. არა, იქნება რომ უნდა დაიწყო აქ. კაი, რამდენი? მეტრი 10. ნუ თქვა მეტრი 10 არა. ნუ აქ რო ის იქნება მეტრი 10. მაშინ აქაც მეტრი 10 იქნება, ალბათ რა. აიცი რა მაინტერესებდა? მეტრი 10. ანუ აქ ოდნა რა. არა, იქ უნდა ჩამოტეხილი. ანუ ეს კუთხე, აი ეს კუთხე. ეს კუთხე როგორ შეიკრება? ანუ ეს წამოვა და ესე. აქ იქნება კუთხე. ხო, აი. ანუ კუთხე რეალურად აქ. აი ესე ვერ ვიზოთ რა კეთე. კონტრასტი, ხო. აი. არა, ანუ აქ დათბუნება წავა რა. ხო, კაი. კაი, სამზარეულო კარგია. კაი, ხა წამოიქით ოთახში, შენ კაბინეტში და ბავშვების ოთახში. წამო. საგამოფენო ცენტრში ექსპო ჯორჯია კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური სამშენებლო გამოფენა კავკასუს ბილდ 2015 გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო სექტორის 200-ზე მეტი კომპანია 21 ქვეყნიდან. მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა დარგის სიახლეებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროდუქციას. Heidelberg Cement კავკასუსი 2006 წლიდან წარმოდგენილია საქართველოში, ხოლო 2009 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო Heidelberg ბეტონის პირველმა ქარხანამ. 2006 წლიდან დღემდე Heidelberg Cement-ის ინვესტიცია საქართველოში უკვე შეადგენს 275 მილიონ დოლარზე მეტ თანხას. ტრადიციულად Heidelberg Cement-ი წარმოდგენილია კავკასუს ბილდის გამოფენაზე, ეს წელიც არ არის გამონაკლისი, წელს გვაქვს სიახლე გამოფენაზე წარმოდგენილი ვართ. ახალი პროდუქტით შეფუთული ცემენტის მიმართულებით, ეს არის MC 22.5X, რომელიც შეიქმნა სამშენებლო კომპანიებთან კონსულტაციის შედეგად და იდეალურია ბლოკისა და აგურის წყობისთვის, ასევე იატაკის ჭიმისთვის და სხვადასხვა სამშენებლო ხსნარების დასამზადებლად. ასევე სიახლე ის არის, რომ ახალი პროდუქტი შეფუთულია არა 50 კილოგრამიან ტომარაში, არამედ 25 კილოგრამიან ტომარაში, რომელიც უფრო მოსახერხებელია სამშენებლო კომპანიებისთვის, სართულებზე განაწილებისთვის, მიღება დაცლისთვის და ასევე კერძო სექტორისთვის, შიდა ინტერიერის სამუშაოებისთვის 25 კილოგრამიანი ტომარა ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე 50 კილოგრამიანი ტომარა. ჩვენი უცვლელი დიო, ბაგრატ ამას როგორ ბრძანდები? როგორ ახლა? კარგად.
ვათვალიერებ რაღაცებს სახის. საჭიროა, საჭირო. ამე ახალი პროდუქტი გაქვთ? ჩვენ გვაქვს ახალი ტიპის გარეჟალუზი, ნახე. ეს არის ცეცხლ მაქსიმალურად გამჭვირვალე. აივნებზე დიდი სიგანის, ასე ვთქვათ, აივნის დაფარვა შეიძლება. გარაჟი შეიძლება გამოიყენოს. თუ გინდა რომ იყოს გამჭვირვალე გარაჟი, ან ნაწილობრივ გამჭვირვალე გარაჟი. კარგი მანქანა ჩანდეს. კარგი მანქანა, ბენტლი თუ გეყენია შიგნით, ჩანდეს რა პრობლემაა. ბენტლისთვის ჯერ პატარა ვარ, ალბათ ბენტლის ასაკი ჭირდება, მაგრამ ახლა ცუდი მანქანა ძარცვა. ხო, რას თავარი არის, აი ანუ უროც რო უჯახუნო ვერ გადაიხავ. ჭიშკარი ხო შეიძლება ამითი გაგოთ. ჭიშკარი რატო არ შეიძლება, კი, აბა? რაღაც საინტერესო შეიძლება იყოს, ხო? თან ეს რო არის რაღაც მაგდა ძალიან მაღალი ხარისხის პლასტიკნარები, არიხაზება. არიხაზება და თან ძალიან ჩუმად მუშაობს, ეს რბილად გადადის ყველი. აი იცით რა, ჩემთან ხო ეს ეხლა ზოშენ რომ მანქანა რო შედის, იქ ფარეხი არ არის, მაგრამ ესეთი გრძელი გზა არის, სადაც დგება ღია ცის ქვეშ. და შესასვლელის არ ვიცი, ანას უნდა ვკითხო, დიზაინერულ გადაწყვეტილებებს ის იღებს. მე მგონი ის ჩვენ მალე მოგვიწევს უკვე ზომების აღება იმაში, ჩემთან, იმიტომ რომ პირველი სართულის კედლები ამოშენდა. ეხლა შიდა ჭრილები და მეორე სართულიც მალე იქნება და უკვე დავიწყოთ გარფანჯრის თემა. სიამოვნებაა. აქეთ ხარ ეს არის ეხლა ჩვენ აი ეს მაგალითად ახალი ტიპის ბადეა, ეგრეთ წოდებული. იცით რა მინდოდა მეკითხა, ბადეზე გამახსენდა. ჩვენ ხო სლაიდი კარებები გავაკეთეთ? კი. და ბადე იქ როგორ კეთდება? სტილის ბადე კეთდება, ანუ ესეთი განიერზე კეთდება. სწორედ ეს არის ამის პრივილეგია, რომ განიერზე კეთდება და ძალიან სტაბილურია. ამ სტილის ბადეს მოვარგებთ თქვენ შემთხვევას. ო, ლამაზია. კი. თუ აქეთ ხარ ეს ასე ვთქვათ, პლისე, ახალი ტიპის ჟალუზია. კი. შეგიძლიათ სამზარეულოში გამოიყენოთ, რა ვიცი. ეხლა მე მინდა განახო კიდევ ახალი პროდუქტები, რომელიც ჩვენ აქ დავამატეთ. აბა რა. წეგან ჩვენ საუბრობდით კარფანჯარაზე, ხო? ხო. და სურპრიზის სახით მინდა ასე ვთქვათ შემოგთავაზოთ თქვენ, აი სამზარეულოსთვის თქვენი კარფანჯარას ფანჯარაში ჩაჯდება ესეთი ჟალუზი. ანუ შიგნით არის ეს? შიგნით არის. არასდროს არ გაფიქრდება, არასდროს არ დაიმართება. ამის გარანტიას გავდებ. ვერ მიუდგები, გამორიცხულია. შიგნით რა მაგარია. ეს მარტო ესე ტრიალებს თუ ადის კიდე? ადის, რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ თუ ამას გავაგზავნებთ ტრიალს. აჰა. და ავიყვანთ. აჰა, და წავაზემ. დავიდა. თავარი ფუნქცია არის ეს. ეს არის ძალიან თანამედროვე ეს არის პირველები საქართველოს სხვა არავინ არ აკეთებს ამას. და ასევე სიახლეა, მე მგონი ესეც მოეწონება ანას, ეს არის ელექტროსაფარდე კარნიზი. ეგ ანას კი არა, მე მომეწონება, იმიტომ რომ სულ ფარდის გაწევას რაღაცა ვერ მოვერგე ფარდას და ყოველთვის სუდად ვაკეთებ. ქალები უფრო მოხერხებულად აკეთებენ ამ. როგორც ყოველთვის ყოველ წელიწადს ფიქრობდა ეს ნიშაში შიგნით ჩადგება და არ გამოჩნდება. არ გამოჩნდება, რა თქმა უნდა. ფანტასტიკა. დიო როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი. კი, სიახლეების ასე ვთქვათ, სადარაჯოზე ვარ. მე მინდა შემოგთავაზო შენ ესეთი რაღაც. ეხლა ჩვენ გვაქვს ახალი პროდუქტი, მე მგონი შენ იცი, პერგოლები. კი. ჩემთან სახლში დავაყენე ტერასაზე. კი ბატონო, კი განახებ როგორ მუშაობს, იქნებ და შენ სახლში სადღაც გამოიყენო. ის სიამოვნებით გესტუმრები. გეპატიჟებით უახლოეს ხანში შევთანხმდეთ დროზე მაშინ. კარგით. მადლობა. აბა, კარგად. მინდა წარმოგიდგინოთ კაპაროლის დასასხმელი თვითსწორებადი იატაკები. ვახ, როგორ მაბოლებ რა, 10 სანტიმეტრით უფრო განიერია ვიდრე ჩვენ. იცი კიდე რა მეჩვენება, რა ეს კაი რაღაც არაპროპორციულად ის აქეთ უფრო დიდი ტიხარია დარჩენილი და თან რაღაც შეიძლება იქით არის 90-ები და ყველა ნახაში აქ რატო გვაქვს 80, არ ვიცი, ხო მართალი ხარ ეს? შეიძლება მექანიკურად ვქენით, აბა დავიჭერეთ. 80. ხო და აი აქეთ მხარეს თუ ჩამოვანგრევთ და პროპორციულადაც გასწორდება თან 90 გახდება. აი უთხრათ ეს რომ ჩაჭრა. ხო, დავმახსოვრეთ თორე თუ დაგვავიდეთ. აი ოთახი რა კარგი გახდა. აი რა კარგი გახდა, რო არ გინდოდა. ეს ოთახი მოკლედ გამოდიოდა ძალიან ვიწრო და ტუნელივით. და აბაზანაც იყო დიდი. მეგრელი იყო? ხო და პირიქით იყო და ისიც გრძელი იყო. ხო. ხო და არ მოგვეწონა. და თუ კი ჯუჯღუნებდა ცოტას რა. ეზარებოდა. ხო, ეზარებოდა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ საბოლოო ჯამში შედეგით, იმიტომ რომ აგერ აქ საგარდერობო რაღაცა ესეთი თაიროები, კარა და რაღაც სათავსო. აბა აბაზანს შევხედოთ. ეს რამდენია? ხო, ესეც 80-ია, ესეც ჩამოსაჭრელი. ხო, დრო გამოდის. 90-ია. აქედან.
ისე აბაზანა კარგია. კაი ვიბანავებთ. კარგია ძალიან. ეს იმხელა რომ აბაზანაც ჩადგება სტანდარტული და მეგონი კარგი იქნება რომ ჩავდგათ. შენი სათავსოც გაიზარდა, ესე იგი, იქით ანუ აქეთ მხარეს, უკანა მხარეს სულ შენი ის არის ტექნიკური ოთახი თუ როგორ ვეწახით საქვაბე. კარგია. კარგი. წამოზემოთ ავიდით. სპონჯერიც კარგია. აუ ეს ნახე რა კარგია, მომავალ შეგავითო, აქ თა რო გავაკეთოთ. შემოხვალ ხოლმე აქ დააყარეს საფულე, გასაღები. საფულეს არ დაგიგდებ. სუაზე აქ დავყომე ხანსად აქ მოწესრიგებული. იბე მოგწონს? იბე ძალიან მომწონს, მაგრამ ნახე, ეხა შენ რომ მეუნებოდი, ნახე რა განიერი გამოვიდა და რაღაცა. იქ ხო რეალურად იქნება ბეტონის, კედელი იქნება, ანუ ის წაერთმევა ამ ფართს. ანუ ჩვენ ეხა სრული აღქმა გვაქვს და სინამდვილეში იქნება გაცილებით ვიწრო. ვახ, როგორ მაბოლებ რა, 10 სანტიმეტრით უფრო განიერია ვიდრე ჩვენი და რატო არ არის ხა? 10 სანტიმეტრით უფრო აი ესე შევხედავ და მაინც განიერი. ხოლი ხო ძალიან გაიზარდა. ხო და იბე ფაქტობრივად იგივე ზომის დარჩა, რაც შეიძლება შეჭამოს. ეს კიბე არის ეხა უნიკალური ხალხი მყავს ნაპოვნი ესე. მართლა ძალიან მაგრები არის. არმატურით წნია, მოწუნას აკეთებენ მთელი კიბის. აი იუველირულად მუშაობენ. აი როგორც არ ვიცი, რომ მოქსოვოთ, აი ეგრე ქსოვენ და მე ასხავენ და რომ მოხსნიან ამ ქარგილს, კიბე უკვე მზად იქნება. თან აი მთელი მათემატიკური გათვლებით, აი რაღაცა ძალიან კარგები არიან მართლა. მაგრამ მუშაობს. ხო და კარგი იქნება და უფრო განიერი, მაგრამ ჰა. არა, რა გინდა, კარგია. კიბე უნდა იყოს წარმომადგენლობითი, რომ წარმომადგენლობითი არა. დღეს მინდა გესაუბროთ ბეტონის დაცვაზე და მინდა წარმოგიდგინოთ კაპაროლის დასასხმელი თვითსწორებადი იატაკები. კაპაროლს უკვე რამოდენიმე ათწლეული აქვს გამოცდილება იატაკების წარმოებაში და ეს ძალიან კარგად ადგება ჩვენს მომხმარებელს. თანამედროვე წარმოებები ხშირად ითხოვენ დანაფარის სიმტკიცეს, როგორც ქიმიური, ასევე მექანიკური დატვირთვებისადმი. ასევე აქვს მოთხოვნები ეკოლოგიურ სისუფთავეზე, საკვებ პროდუქტებთან თავსებადობაზე და დენის ამრით სისტემებზე. დასასხმელი იატაკის ფართო არჩევანი საშუალებას გვაძლევს, რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა. კაპაროლი ასევე მზადაა დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები ესთეტიურ გაფორმებაზე. კოლექციას Floor Color Plus აქვს ფერების და ფაქტურების ფართო სპექტრი. ამ კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი აქ მოცემულ დაფაზე. ევრომასტერები აუზის მშენებლობას აგრძელებენ. კედლებისთვის არმატურის ბადე მზადდება. A500 C-კლასის არმატურა მოგვაწოდა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. ვაგრძელებთ მილების მონტაჟს, ამჟამად ვაკეთებთ დუზების მილგაყვანილობას. ამ აუზის შემთხვევაში გვაქვს 4 დუზა, ვიყენებთ PVC-ის მილებს, მონტაჟდება შეწებების მეთოდით და ვიყენებთ გრიფონის წებოს. კომპანია Aqualine გთავაზობთ გრიფონის ფირმის საფოხ, საგოზაო მასალებს და აგრეთვე სხვადასხვა სახის წებოებს. ჩვენს მომხმარებელს ურჩევთ, რომ არ დაზოგონ წებოზე, რადგან უხარისხო წებოს გამოყენების შემთხვევაში პრობლემის შექმნის დროს ამ პრობლემის აღმოფხვრა სამჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ხარისხიანი წებოს გამოყენება. გრიფონის წებოებს სრული გამყარების შემდეგ აქვს იგივე თვისებები, რაც PVC მასალას. აუზების მშენებლობაში უმეტესწილად გამოიყენება პოლივინილ ქლორიდის მილები, ეგრეთ წოდებული PVC მილები. უნიასი სწრაფმოჭიდებადი წებო გამოიყენება PVC მილებისა და ფასონური ნაწილების შესაძლებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია 315 მმ-მდე მილების შესაძლებლად. გამოიყენება კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგების, როგორც სარწყავი, ასევე სასმელი წყლის სისტემებისათვის. გადაბმარის წყალმედეგი უძლებს 60 გრადუს ტემპერატურას წნევის ქვეშ და 95 გრადუსამდე ტემპერატურას წნევის გარეშე. უნიასი ჯეტე არის შენელებული მოქმედების წებო, რომელიც გამოიყენება დიდი დიამეტრის მილების შეწებებისათვის მაღალი ტემპერატურის პირობებში. WDF 05 არის ულტრა სწრაფმოქმედი წებო, რომელიც გამოიყენება რბილი შლანგების, PVC მილების და ფასონური ნაწილების შესაძლებლად. გრიფონის ფირმის კლინერი გამოიყენება შესაერთებელი ზედაპირების მოსამზადებლად შეწებების წინ. იგი არბილებს შესაერთებელ ზედაპირებს და აძლიერებს ადგეზიის ეფექტს.
ასევე კლინერი გამოიყენება ფუნჯების და შესაერთებელი ზედაპირებიდან წებოს ნარჩენების მოსაცილებლად. კომპანია Griffons აგრეთვე აქვს სხვადასხვა საფუხის საშუალებები, მათ შორის არის ბლუგელი, რომელიც გამოიყენება ონკანებისა და ვენტილების, პლასტიკატის და რეზინის შუასადებების გასაფუხად. ბლუგელი ანელებს რეზინის დაძველების პროცესს და ზრდის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას დაახლოებით 4-ჯერ. ეს არის Griffons ეგრეთ წოდებული პაკლი, რომელიც გამოიყენება ცილინდრული ლითონის და პლასმასის ხრახნიანი კავშირების ჰერმეტიზაციისათვის. 16 ბარ წნევის პირობებში იგი უძლებს 95 გრადუს ტემპერატურას, ხოლო 7 ბარამდე წნევის პირობებში 130 გრადუს ტემპერატურას. კომპანია Aqualine გთავაზობთ აგრეთვე სილიკონების ძალიან ფართო არჩევანს. ჩვენ გვაქვს სილიკონები, რომლებიც გამოიყენება აკვარიუმების გასაკეთებლად, აგრეთვე სილიკონები, რომლებიც არის ანტიბაქტერიული, იგი მოხმარების შემდეგ არ იკეთებს ობის ნადებს და ბაქტერიები ვერ მრავლდება მის გარემოში. ასევე გვაქვს სილიკონები, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი მასალის კონსტრუქციების შესაძლებლად. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სილიკონები არის ცნობილი ფრანგული ფირმის Bostik-ის მიერ წარმოებული პროდუქცია. იმიტომ რომ მეჩვენება, რომ ეს ფანჯარა არის პატარა რა განში. აი ისი რა მგონია, აი გარე ფასადზე რომ რეალურად ჩვენ ხო ქონდა აქ ფანჯარა და აქ რო ეხა ჩვენ ჩავსვით ფრანგული აივანი, მგონია რომ ეს ზეპირად ჩავსვით, იმიტომ რომ ეს უნდა გაესწორებინა რეალურად. ესეც მოხდა, ჩვენ ხო იქ ადგილზე ვიყავით, როცა ჩასვართ. არა, უყურე რას ლაპარაკობ. ეს ფრანგული აივანი გაუსწორა პირველი გავიგეთ და მე ესენი უნდა გაეშუალებინა, ხა აი ეს უფრო განიერია ვიდრე ეს. როგორ უნდა გააშუალებდეს, აგერ კოლონებია, მეტი რა ამას ვერ გაცდება. ან იქით უნდა ჩასვას, ან აქეთ. კი, გავიგე, მაგრამ მოდი ერთი წამით. მაჩვენე გნახალზე. შეხედე? ეს პირველია, მეორე ხელში გიჩნევს. ეს უფრო გრძელია ვიდრე ეს. მერე? ხო და მაშინ ეს ცოტა უნდა ან ეს უნდა გადმოიწიოს ამან. ეს რო გადმოიწიოს, ქვედა კარებს აღარ აქვს. მაშინ ეს ვერ გადავა, ნუ რაღაცა საღონებელი რაღაცა არის. ხოსეზე შეხედე. ეს უნდა დავიწრავდა ესე. აქედან შეხედე რა. ეს არის ზუსტად გაჭედილი აი ამაში. ხო, ექიპაჟი დავაპატარავთ. ანუ აი ეს შუალედები რა ზომის არის, სადაც წერია. აი ამების ეს რამდენია. სად არის? აუ მოდი რა მე ძალიან მეჩქარება რა გავიქეცი რა და იყავი შენ რა და გადაწყვეტე და მითხარ. ეს ხო გადასაწყვეტი ხარ. გადავწყვიტოთ მეჩქარება ძალიან. ეს ხო რეალურად გადასაწყვეტი. ხო და გადავწყვიტოთ ის რა რეალურად რა. ეს არ გადავწყვიტოთ ანუ. რომელი? აქ მე ყველაფერი მომწოს და მგონია რომ შენ ხარ რაღაცა მოიგონი. შესაძლებელი ეს იყოს დასაპატარავებელი ხა გარედანაც ჩანს რომ ის ტიხარი სხვადასხვა ზომის არის და რა გავაკეთო. რომელი ტიხარი? აი ხა არ გეჩვენება რომ ეს ამასთან უფრო ახლოს არის ვიდრე ამასთან. განა მეჩვენება ეგრეა. ხო და მაშინ იქნება ეს დამოკლდეს და გაშუალდეს. ესო დამოკლდეს გაბანძდება. ოდნა. ბანძი იქნება. ეხლა ბანძია ფაქტია. ეხლა ბანძი არა. ბანძია. მაშინ ეს ფრანგული აივანი აქ რო ის უნდა გადმოიტანო აქეთ. მაგრამ აქეთ რო გადმოიტანო. გადმოვიტებ და ქვედა კარებს არ გაუსწორდე. ხო. ხო და რა გინდა იყოს რა კარგად არის. და ფრანგული აივანი გვინდა თუ არ გვინდა როგორ გადავწყვეტ? მე არ მინდოდა, მაგრამ ეხლა რო უყურებ მომწონს. მოგწონს, იმიტომ რომ ბნელდება ქაურობა ძალიან. ხო და არ ვიცი, გადაწყვეტ. მეც არ ვიტყვი, ანუ მომწონს, იმიტომ რომ სიბნელი არ იქნება, მაგრამ არ მომწონს, იმიტომ რომ ქარიანი ადგილია ეს და ანუ ვიტრაჟს დაარტყავს გამუდმებით და. არ ვიცი, აი ნახაზები, დაჯექი და რაც გინდა, რასაც გინდა მოაჭერი, რასაც გინდა მოუმატე. მე ესე მომწონს. იყოს მაშინ ესე, ჩემთვის სულ ერთია. ფრანგულ აივანს ვაკეთებ? არ ვიცი. შენ ახლა კი არ მსჯელობ, პროსტა მეუბნები რომ აკეთებ თუ არ აკეთებ. ხო, ან აკეთებ, ან არ აკეთებ. ჩემთვის სულ ერთი. ჩემთვისაც სულ ერთია. მაშინ რაც არის ეგ არის. კი ბატონო. კაი. შიკბებემ მარჯანიშვილის ქუჩაზე მოტოშოუ მოაწყო. აქ წარმოდგენილი ბაიკებისა და კვადროციკლების მართვა შეეძლოთ როგორც ღონისძიებაზე მიწვეულ, ასევე შემთხვევით გამლებთ სხვადასხვა ასაკის ბავშვებსა და უფროსებს. აქამდე ამოვიდეს ჯერ კედელი?
და მე ავიდეს და მე მოხვალ და იტყვი რომ იცი რა აქ ფანჯარა არ მინდოდა ისე ფრანგული აივანი მინდოდა და მე მანგრევი ვახი და შენ გადაწყვიტე ვერ ვამბობ აბა ესე ვერ ვხვდები რომ დაბნელდება მგონია შოკირებული ვარ ჯერ ააშენეთ და მე ვიტყვიო ამბობ ეგეთი რამე არ ხდება არც დანგრევას ხო არ ვითხოვ რო ამოვა აქამდე მივხვდები როგორ ფრანგული აივანი რომ მოგინდეს და ჩაჭრა მე რა გავაკეთე აი მე აქამდე ამოვიდეს ადამიანო ვიდრე ფრანგული აივანი იწყება რა გჭირს ახლა შენ და ფრანგული აივანის გვერდზე კიდე ფანჯარას გაკეთება გინდა არა იქნებ ფრანგული აივანი გავაუქმოთ მაშინ და გავაკეთოთ ისე ფანჯარა როგორც გქონდა ადრე ანუ ესეც ააშენონ აქამდე? რა გავაკეთო აქ? არ ვიცი. ვერ ხვდები. შარზე ხარ. გუშინ რომ მოხდი არ გთქვი შენ რომ მართლა დაბნელდა მე მქონიო? ხო და ჩავსვათ ფრანგული აივანი, თქო გითხარი და კი ბატონო. ხო მაგრამ ეხა ამ ხელა კედელი მთლად ყრუ იქნება და იქნებ უფრო ბნელდება თქო. ჩავსვათ მაშინ. აღარ მინდა. ამოვაშენო და მე გადაწყვიტავ, ეგრე გავაკეთო, მითხარი და ეგრე გავაკეთო. ალბათ იმიტომ რომ ვერ ხვდები ეს ნაწილი დაბნელდება თუ არა. ესე იგი? აქ ეხა აქედან გახსნილია და აქ ხო ჩაიხურება ეს მთლიანად. აქ იქნება ბნელი კორიდორი. ესეც გინდა ავაშენო და მე გადაწყვიტავ? არა. აბა. რა გავაკეთე, რო გზით წავიდე, მითხარი და ისე გავაკეთე. ამ კედელს ამოვაშენე ფანჯრის დონემდე, ეგრე გინდა? ალბათ და იქ დავტოვებ იმის ჭრილს. ეს კედელი რო ამოვიდეს რაღაცა ნაწილზე. კაი. всё, მოვილაპარაკეთ? კაი. გილოცავ დევანდელ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ. გავზომოთ უკვე წყალგაუმტარ W6 კლასის ბეტონში წყლის შესვლის სიღრმე. მე პეტრე ვარ. მიყვარს ჭამა და სიცილი. ეს ჩემი პრინცესა და იკოშა. ელენე 13 წლისაა და ძალიან ჭკვიანია. ეს ჩემი ძმაა ლუკა. ლუკა ძალიან დიდია, მალე სტუდენტი გახდება. ეს ჩემი დედიკოა ანა. ხო ვიცი, მე ყველაზე ლამაზი დედიკო მყავს. ეს ჩემი მამიკოა დავით იმედაშვილი. ამიტომ ჩვენ ყველანი იმედაშვილები ვართ. ჩვენ ერთად ვაშენებთ სახლს.